აი ჩვენ ჩანთა ეხლა ესე გამოიყურება ნახეთ ერთი მხარე გავაკეთე და ეხლა მეორე მხარეს რა თქმა უნდა გაჩვენებთ და მინდოდა რომ შეგეხედათ თან. ესე იგი ნახეთ ეს სამი ესეთი ზონარი ეს არის მხოლოდ ერთი მხარის. ანუ კიდევ ასეთი სამი ზონარი გვექნება. სულ ჯამში 6 ზონარი იქნება აი ამ სახელობისთვის. ხოლო აქ უფრო მეტი ზონარები გვაქვს. ეხლა აქ თუ შეხედავთ ეს სამი ესეთი მოქსოვილი ზონარი არის ციკლური, ანუ ჩაკეტილია. 1 2 3. აი ეს ზონარებია, რა თქმა უნდა სხვადასხვა სიგრძის, ამიტომაც არის ესე თანმიმდევრულად ხო განლაგება და საბოლოო ჯამში აქ ერთ სიმაღლეზე არიან. ხოლო ქვემოთ ის თუ გადავთვლით 1 2 3 4 5 6 7 ზონარი გვაქვს ამის გარდა, 3-ის გარდა. ეს 7 ზონარი უკვე ესეთი გახსნილი, მოდით გაჩვენებთ. აი ერთ უკვე მოგსოვე, შემდეგისთვისაც ნახეთ, აი ესეთია, წრფივია, ესეთი გახსნილი, არ არის შეკრული, როგორც აი ეს 3, ესენი გადაბმულია. ამათაც გაჩვენებთ, როგორ მოგსოვოთ ეს ციკლურები და აი ესეთი ღია, რომელიც მე რა თქმა უნდა ესე უნდა მივაკეროთ, აი უნდა მივაკეროთ საკერავი ძაფით. აი ესე სხვადასხვა ზომების აი ესეთი ზონარები გვჭირდება სხვადასხვა ზომის. ეხლა მოდით გადმოვატრიალებ მე. აი ესე, აი აქ ჯერ ეხლა გასაკეთებელი გვაქვს ეს ყველაფერი. ესე იგი, პირველად აქ მე ვფიქრობ, რომ დავიწყო აი ყველაზე გრძელი ზონარით და იმისათვის რომ ჩვენ მოგსოვოთ ესეთი გრძელი ზონარი, თქვენ გჭირდებათ ჯამში გჭირდება 100 თვალი ჯაჭვის სახით. ამიტომ ესე ავკრიფავ. პირველი თვალი იქნება ესეთი კვანძი და შემდეგ უკვე პირველი თვალი, ხო? აი ესე ავკრიფოთ ჩვენ თავისუფალი თვლები 100 თვალი გჭირდება. 6 7 8 9 10 აი 100 თავისუფალი თვალი ავკრიფე, ესეთი გრძელი ზონარი გექნებათ, მიახლოებით იქნება აი ესეთივე სიგრძის, როგორც ესეთი კონტური არის ჩანთის გარშემო, აი წვერიდან, აი ამ წვერამდე, ხო? აი ესე გარშემო რო შემოუვლის. ეხლა ერთი თავისუფალი თვალი მოგსოვოთ, კიდე, ანუ 101, ხო? 101 თვალი ბიჯისთვის და მოვტრიალდეთ. ეხლა ჩვენ მოგსოვოთ თვლებს ჩვეულებრივ ნამატის გარეშე და ესე გავყვებით, ეს უკვე ექნება 100 თვალი ნამატის გარეშე. ხო, ესე გავყვეთ ბოლომდე. ბოლო თვალის ჩათვლით ესეთი თვლები მოგსოვოთ. თვლები ნამატის გარეშე. აი ბოლო თვალი, მე-100 თვალი ნამატის გარეშე მოგსოვე. ამის შემდეგ ვსოვთ ერთ თავისუფალ თვალს ბიჯისთვის, მოვტრიალდით და ეხლა ნახეთ დააკვირდით კარგად. ეხლა იმისთვის რომ აი ესეთი როგორც გაჩვენეთ, აი ესეთი ტიპის ზონარი, ანუ ეს როგორც მაკარონები ხო, რახან ქვია ესე ჩანთა მაკარონებით, ესე, აი ეს მაკარონების როლში იქნებიან ესეთი ზონარები. ამის მისაღებად ნახეთ, ეხლა აი ცოტა ამოატრიალეთ. და ეხლა პირველი თვალი, აი ამ თვალის ქვემოთ აი ეს გაქვთ. ერთი ძაფი აქ ერთ ძაფში შედიხართ და შემდეგ უკვე აი პირველი თვალი, აი ეს ორ კედელში. ხა ჯამში 3 კედელი გაქვთ. ერთი არის სულ პირველი რიგის სადაც ჯაჭვი იყო ის ძაფი და მერე აქეთ 2 კედელი და შემაერთებელი თვალი გამოიტანეთ და ბოლომდე გამოიტანეთ. აი ესეთი წესით უნდა მოიქცეოს. ეხლა კიდევ ერთხელ გავაკეთოთ. თან ეხლა აქ სასურველი იყო ეს ჩამეყოლებინა, კარგით იყოს. შემდეგ ჩავაყოლებ ძაფის ბოლოს. შემდეგი უფრო ადვილად ჩანს, ნახეთ, აი ეს ძაფია. აქეთ, აი აქ ვიყავი ხო, ახლა მომდევნო 2 კედელი. ჯამში 3 კედელი. 1 2 და 3. აი ეს. გამოიტანეთ და გამოიტანეთ. დაწოლილი თვალის, შემართებელი თვალი გჭირდებათ. შემდეგი აი ეს არის. ეხლა მთავარია გაარჩიოთ, აი აქ ხო შევედი, მომდევნო იქნება აი ეს. შემდეგი იქნება აი ეს. ხო, აი ეს.
აი ახლა ნახეთ, აი ეს ხო? ეს გვჭირდება. ამის ზემოთ აი ეს გვაქვს. ეს გამოიტანეთ. შემდეგი აი ეს. ერთმანეთის თავზე არიან ეს რიგები. ეს არის პირველი რიგი, ეს ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას მეორე რიგი, ხო? ორი რიგი მოგხსოვეთ და ამიტომ ახლა მესამეს ვხსოვ. აი ესე უნდა გაყვეთ. აქაც გექნებათ 100 თვალი, ესეთი შემაერთებელი თვალი, ხო? და უბრალოდ შესვლა გააკონტროლეთ, რომ სწორად შეხვიდეთ და ესე სამ კედელში უნდა შეხვიდეთ. ესე თუ შეხედავთ, ნახეთ, ზემოდან აი ესე გაქვთ, აქეთ აი ესეთი ამოგუზული ესეთი ნაკსოვი გაქვთ. აი ესე უნდა მიიღოთ თქვენც. კარგი, და ესე გავყვეთ აქაც 100 თვალი, ესეთი შემაერთებელი თვალი და სწორად შედით აი ამ კედლებში. ეს ბოლო თვალიც მოგხსოვოთ, აი აქ და აი აქ. ეს ყურადღებით გააკეთეთ, იმიტომ რომ ცოტა ბოლო თვალი ისეთია. ეს კედლების პოვნა, აი მე როგორც ახლა ამოვიყვანი. აი ეს არის სულ ერთი ესეთი თავისუფალი თვალიც მოგხსოვოთ და მოუჭრათ ძაფი. ეს არის თქვენი, ესე იგი, პირველი ესეთი მაკარონი და ეს არის 100 თავისუფალი თვალით მოგხსოვილი, ხო? ეხლა დავიმახსოვროთ, ხო? მე მაინც მიუთითებ, იქ ინგლისური ტიტრებით იქნება. მითითება. აი ეს, ნახეთ, აი ესე უნდა შემოწდეს. მიახლოებით აი ესე. და ნახეთ, როგორ უნდა დასვათ. აი ესეთი აი ეს მიმართულებით. აი აქედან დაიწყება. აქ უნდა მივამაგროთ ქინძის თავებით. ახლა შემიძლია მე უკვე მივამაგრო და შესაბამისად დანარჩენს, რასაც კიდევ მოვხსოვთ, ამ ესე იგი სხვა სიგრძისას, ხო? ისენიც უნდა მივამაგროთ. აი ესე შეგიძლიათ პირდაპირ ჩაარჭოთ ქინძის თავებით. აი ესე, სანამ არ მიაკერებთ, ხო? როცა მივაკერებთ, უკვე აღარ ჭირდება ესეთი ქინძის თავებით დამაგრება. აი ესე. ეხლა გეტყვით, რომ სანამ თქვათ მიაკერებთ აი ამას, ეს ჯობიათ ძაფის ბოლოები უკვე ჩამალოთ, აი თვითონ ნაკსოვში, ხო? ეხლა აი რაც მოგხსოვე. ეს ზონარის შიგნით გირჩევნიათ, რომ ჩამალოთ და მერე უკვე მიაკეროთ. აი ესე. აი ესე უნდა შემოწდეს ლამაზად. შეიძლება გადავიდეს კიდეც. აქ ეხლა ისი არის ეს ჩანთა გათვლილი, რომ აი როცა დაიკავებთ, ესენი ძალიან თავისუფლად ჩამოეკიდებიან და თავისით ჩალაგდება ესე. მთავარია რომ ყველა უნდა იყოს აი ესე სიგრძეების მიხედვით, ეხლა მე გეტყვით, რა სიგრძეებით უნდა გავაკეთოთ, რა რაოდენობა თვლები გვჭირდება ამისთვის. აი ესე. ესე იგი, ეხლა მე გეტყვით, ეს იყო ყველაზე გრძელი ზონარი აი ამ ადგილისთვის. კიდევ უფრო გრძელი დაგჭირდებათ. აი აქ შემოსაჭერად, ხო, სურათზე თუ ნახავთ, ჩვენ რომ აი საწყისი ესეთი, ხო, თავფურცელად რაც მაქვს გამოყენებული, აი აქაც არის საჭირო ესეთი ზონარი, აქეთ და აქეთ მეორე. ისინი იქნებიან კიდევ უფრო გრძელები. ეხლა მე გეტყვით, ჯერ მოდით გეტყვით აი აქ რა სიგრძის ზონარები გვჭირდება. ესე იგი თავისუფალი თვლების მიხედვით. ეს იყო 100. ამის მომდევნო ყველა უფრო ნაკლები სიგრძე, ეს იქნება 95 თავისუფალი თვალით მოგხსოვილი. შემდეგ იქნება 90 თავისუფალი თვალი. ესეთი სიგრძის. მომდევნო იქნება, აი ხლა მე ამ მაგალითზე გაჩვენებთ, ხო? აი აქეთ მხარეს უკვე რაც მოგხსოვილი გვაქვს. აი ეს არის 100. შემდეგ მოდის 95 თავისუფალი თვალი, 90 თავისუფალი თვალი, 80 თავისუფალი თვალი, 70 თავისუფალი თვალი,
60 თავისუფალი თვალი და ყველაზე მოკლე 50 თავისუფალი თვალი. ამის შემდეგ უკვე მოდის აი ეს სამეული, რომელსაც ახლა მე მოვგსოვ ერთს და დანარჩენებს ისევე მოგსოვთ, ხო? ესე იგი, ახლა მე რაც მოვგსოვე ზონარი, ეს იქნება თქვენთვის აი ესეთი გჭირდებათ, როგორც გითხარით, აი ეს რაოდენობა ჯამში 7, 2, 4, 6, 7. ეს უკვე წრიულებია, ხო, 3 ცალი. კარგით. ესე იგი, ახლა თქვენ ესე იგი მე აქ უკვე ეკრანზე გამოჩნდება ამ დროს რა რაოდენობა ესეთი მაკარონებივით, ესეთი ნაქსოვები გჭირდებათ, ეს წრფივები, ანუ ესეთი ჩვეულებრივ ხაზოვანები. შემდეგ, ამის შემდეგ, თქვენ გჭირდებათ ასევე ხაზოვანი ზონარი, აი აქ დასახვევად. ახლა მაგალითისთვის ესე გაჩვენებთ. აი ესე. აი ეს არის ერთი უკვე მოგსოვილი მაქვს და მეორეც უნდა მოგსო. ეს არის 120 თავისუფალი თვალით. და ამას ჩვენ მერე მოგვიანებით გაჩვენებთ უკვე. ყველა აქ კიდევ მაქვს მოსაქსოვე, ხო, ეს 3 ესეთი წრიული და მერე უკვე აქ კიდევ გასქელდება. და აქ გარშემო, აი აქ უნდა შემოვახვიოთ ერთ მხარეს, მეორე მხარეს. ესე იგი, ამისათვის გჭირდებათ აი ესეთი ზონარი 120 თავისუფალი თვალით. პლუს ერთი თვალი ბიჯის, ხო, მოტრიალების და როგორც მოგსოვე აი ეს ზონარი, ზუსტად ასევე მოგსოვთ. აი ესეთი ტიპის. კარგით. ესეთი გჭირდებათ ორი ცალი, 120 თავისუფალი თვალით. კარგით. ეხლა მე დავიწყებ აი ამ ასეთი წრიული, აი როგორც ეს გვაქვს, ხო? აი ეს 3 ცალი, ესეთი წრიული მაკარონი აღარ არის, ხო, წრიული უკვე ესე ჩაკეტილი ზონარების მოგსოვას. ამისთვის ეხლა გეტყვით. თქვენ დაგჭირდებათ, მოდით დავიწყოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ყველაზე პატარა, ეს ყველაზე პატარაა, ხო, ხვდებით შიგა ესეთი წრიული ნაქსოვი, შემდეგ ცოტა უფრო დიდი და მერე კიდევ უფრო დიდი. აი ეს აქეთ გჭირდება იგივე. ეხლა ხვდებით, რომ აქ მე რასაც გსოვ, ეს უნდა გააორკეცოთ, იმიტომ რომ მეორე მხარეზეც იგივე რაღაცა მაქვს, მე უკვე მოგსოვილი მაქვს და თქვენ მოსაქსოვი გექნებათ. ანუ ეს 100 თავისუფალი თვალით, აი ესეთი მაკარონი, ორი გჭირდებათ. ერთი ერთ მხარეზე, მეორე მხარეზე. ასევე შემდეგი 95 თავისუფალი თვალით რომ იქნება ნაქსოვი, ასევე ორი. ყველაფერი გჭირდებათ 2-2. სხვათა შორის ამების ჩათვლით, ხო, აქ რასაც შემოვახვევთ 120 თვალით. ხო, ესეთი წრფივი ნაქსოვი, ესეც 2. ეს წრეებიც 2 გჭირდებათ ყველა. ესე იგი, მე ხა მოგსოვილი მაქვს ერთი წრე არის ესე იგი 100 თავისუფალი თვალით, მეორე არის 105 თავისუფალი თვალით, მესამე წრე არის 110. ანუ 5 თვალია მათ შორის სხვაობა. ეხლა მოდით მოგსო, მოდით ყველაზე პატარას მოგსო. ფიქრობ ესე. და შემდეგ უკვე მოგსოთ უფრო დიდებს. ესე იგი, ეხლა მე მოგსოვ ესე იგი 100 თავისუფალ თვალს. ხო? ეხლა პირველი აი ეს კვანძი არ გააკეთოთ, იყოს როგორც თვალი, ანუ ესე რბილად დატოვეთ და ითვლება როგორც თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 აი უკვე მოგსოვე 100 თავისუფალი თვალი, აი ესეთი ჯაჭვი გვაქვს. ეხლა როგორც გითხარით, ეს უნდა იყოს ესეთი ჩაკეტილი ციკლური ნაქსოვი, ამიტომ აი ესე გაყევით, ნახეთ, რომ იყოს ზედა მხარეს უყურებდეთ, ხო, ჯაჭვის. აი ესე ბოლომდე გაყევით და გახსოვთ, რომ აი ეს ბოლო თვალი უნდა გამოვიყენოთ ჩვენ. აი ესე რომ გაჭიმავთ, სულ უნდა იყოს ზედა აი ესე ლამაზი, ნახეთ. აი ესე, არ უნდა იყოს გრეხვა და ეხლა აი ესე ერთმანეთის თავზე მოახვედრეთ პირველი და ბოლო თვალი. აი ეს ჩვენი პირველი თვალი. აი ესეთი და აი აქ შედით ეხლა ერთ კედელში შეგვიძლია შესვლა
აქ გვჭირდება ჩვენ ჯერ შემაერთებელი თვალი მოვგსოვოთ. შემდეგ მოვგსოვ ერთ თავისუფალ თვალს ბიჯისთვის და ვგსოვთ მეორე რიგს, თან ვეცადოთ აი ეს ძაფის ბოლოს ჩავაყოლოთ შიგნით. ესე იგი იგივე თვალში, ახლა სადაც ვიყავით, აი ესე ჩადით და ამოიყვანეთ თვალი ნამატის გარეშე. პირველი თვალი აი ეს. მომდევნოშიც ესე ერთ კედელში შედიხართ, უბრალოდ აი ამ ძაფის ბოლოს ვაყოლებ ახლა მე. აი ესე თვლები ნამატის გარეშე უნდა მოგსოთ წრიულად. აი ესე სულ გექნებათ 100 თვალი ნამატის გარეშე. აი ესე. ერთ კედელში შევდივარ, როგორც ხედავთ ხო, ესე ერთ ძაფში. აი ესე. ასე გაყევით ახლა, გექნებათ 100 თვალი ნამატის გარეშე. აი ესე მოვედით, აი ეს ბოლო თვალი და ნახეთ, აი ესე გვაქვს. აი აქ არ უნდა გქონდეთ გრეხვა, აი მთლიანად უნდა იყოს ესეთი ბრტყელი, აი ესეთი, აი ამ ესეთი გრეხვის გარეშე, აი ეს. და გვაქვს სულ 100 თვალი. ეხლა პირველ თვალთან აი აქ შევაერთებ შემაერთებელი თვალით. ერთი თავისუფალი თვალი ბიჯის და ეხლა ვაკეთებთ იგივე რაღაცას, რასაც ვაკეთებდით აი ასეთი მაკარონისებური ნაქსოვის მისაღებად, ხო? აი ესე ნახეთ. აი ეს პირველი თვალის ძირი ეს არის, ხო? აი ამის. ნახეთ, აი ესე უნდა შევხვიდეთ ქვემოდან, სულ პირველი, სადაც ჯაჭვი იყო, აი თავისუფალი თვლების ესეთი ჯაჭვი, ხო? აი ერთ კედელში და ეს ბოლო რიგის ორ კედელში. ჯამში ისევ 3 კედელი გაქვთ, როგორც აი ზონარის მოგსოვისას. გამოიტანეთ და გამოიტანეთ. დაწოლილი თვალი. შემდეგ აი აქ მომდევნოში ისევ აი ესე. დაწოლილი თვალი. აი ესე შემოვყვებით ამ რიგსაც და გვექნება ესეთი ჩაკეტილი წრიული ზონარი სახელურისთვის. ეს იქნება ყველაზე პატარა ესე თქვა დიამეტრის, ხო? ეს არის 100 თავისუფალი თვალით. თქვენ გჭირდებათ კიდევ 105 თავისუფალი თვალით და 110 თავისუფალი თვალით ნაქსოვი, ზუსტად ასეთივე ციკლური ზონარი, ხო? ჩაკეტილი ესეთი წრე. აი ესე გაყევით. არ გამოვტოთ არც ერთი აი ესეთი წყვილი კედლების, ხო? აი ეს და მის ზემოთ აი ორი კედელი. გამოიტანეთ, გამოიტანეთ. კარგით, ასე გაყევით. ახლა მოგსოვეთ ეს ციკლური ესეთი ზონარები. თქვენ თუ ახლა რა თქმა უნდა ჯერ არ გაქვთ მოგსოვილი, მეორე მხარე რაც მე უკვე მოგსოვილი მაქვს, სინამდვილეში თქვენ გჭირდებათ ყველაფერი ეს ორ-ორი მოგსოვოთ, ხო? წინა მხარისთვის და უკანა მხარისთვის. ანუ ორი ესეთი ციკლური ნაქსოვი გჭირდებათ 100 თავისუფალი თვალით, ორი გჭირდებათ 105 თავისუფალი თვალით და ორი გჭირდებათ 110 თავისუფალი თვალით. ესეთი ციკლური წრეები, ესე ვთქვათ, ჩაკეტილი. კარგით, აი ეს ყველა დეტალი თქვენ მოგსოვეთ ახლა, მე რაც გითხარით, რაც დღეს ჩამოვთვალეთ და შემდეგი გაკვეთილი იქნება უკვე ამ დეტალების მიკერება უკვე ჩანთასთან და ესე აწყობა. ჩანთის ბოლომდე აწყობა.